ფილთა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ ის კურთხევა, წყალობა, მადლი, სიკეთე არ უკლებოდეს არც თქვენთანაც და შეგეძლოთ თქვენთანაც დევანდერის ძიების მადლი. დიდი მადლობა ყველას რომ მოდიხართ წებაზე, ესწრებთ ღვთისმსახურებაზე, ძალიან მნიშვნელოვანი და ღმერთმა გაგახაროთ განსაკუთრებულად ვინც ეზოში დგას, სიცივეში დგას, ღმერთმა ყველანი დააძლოცოთ და გაგახაროთ ღმერთმა და შეგიწიროთ, იცოდით დღეს ქარი იყო, დილეს რომ სამასაკნა გამოხვიდოთ და იცოდით სიცივეში ყოფნა მოგიცადოთ, მაგრამ მაინც გამოხვიდეთ, საფუძველი ღვთისმსახურებას დასწრებული და ღმერთი ამას ძალიან იცინავს და ღმერთმა გაგახაროთ და თვითონ თქვენგანს მადლი, წყალობა, ღვთისმსახურებას და ოჯახებს წაგებოთ ეს მადლი და გაგახაროთ ღმერთმა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღევანდელ სახარებას, საოცარი სახარება იყო, ეს სახარება ძალიან უყვარს და ხშირად მithქვამს კიდევ ამ სახარებაზე მიქადაგია ხოლმე, რომ ეს არის საოცარი ქადაგება, ლუგეში ღვთისა და ამ სახარებაში არის ძალიან დიდი ლუგეში. თუ ადამიანი კარგად დაუკვირდება ამას, წარმოიდგინეთ, ლაზარე, რომელიც იყო ძალიან ღარიბი. არა თუ მარტო ღარიბი იყო, ლაზარე იყო დამდომელი, ფეხზე ვეღარ დგებოდა, დაწყულებული ჰქონდა თელი სხეული, უმძიმე მდგომარეობაში იყო, წარმოიდგინეთ. მთელი ამ ბოლო წლების მანძილზე, რაც მან იცხოვრა თითქმის, მხოლოდ ერთ ადგილზე იდო და ერთი ადამიანიც კი არ ყავდა ლაზარეს, რომელიც მას მიაკითხავდა, მოიკითხავდა, რამეს ხანუქვეშო სიტყვას ეთხოვდა, რამეზე დაელაპარაკებოდა, წარმოიდგინეთ, საჭმელს მიუტანდა. დედამიწაზე ერთი ადამიანიც ამ ადამიანს არ ყავდა, ვინც ამ ადამიანთან მივიდოდა და უბრალოდ ნუგეში შემოჭერდა ამ ადამიანს. წარმოიდგინეთ, ახლა რა მდგომარეობაშია ლაზარე და როგორი მძიმე მდგომარეობა აქვს მას. ხორცელი მდგომარეობა, სულიერი მდგომარეობა, ყველაფერი როგორი მძიმეა, ფიზიკურად როგორ დიდ კიბულშია და მხოლოდ სახარებას წერია, ძაღლები აკითხავდნენ მას. ძაღლები მიდიოდნენ და ისინი ამ დაწყულებულ სხეულს, ამ გაჩერქებულ სხეულს, ძაღლები ულოშიდნენ, ანუ ძაღლები უწმინდავდნენ მას ამ სხეულს. და წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში იყო. და ეს ერთ ადამიანს საყვედური არ აგვდის ბაკიდან. არაფერს აწყვეტილის ღმერთს წარმოიდგინე, არ იცახეს იმას, რომ რატო ღმერთო, რატო არ ესე მდგომარეობაში, აგერ ეს ნახე, აგერ მდიდარი, აგერ ყოველდღე რომ იმოსება, ძოწელ და ბისოვნით ესე დღეში რო არის, აგერ ყოველდღეს უფლები აქვს გაშლილი და საჭმელს სასმელი აქვს და ერთხელაც კი არ მომიკითხავს, ერთხელაც იქიდან გამოსული ადამიანის მის მდიდარი კი არა, მარტო ვინც მასთან მიდიოდა სტუმრად სახლში და ვინც გამოდიოდა მის სახლთან, ისინიც კი არ კითხულობდნენ, წარმოიდგინე, ისინიც კი არ მიდიოდნენ რაღაცა მოეკითხოს ადამიანი. საკითხოდ მიდიოდნენ, კარგი ნაჭამასვამი გამოდიოდნენ სახლიდან და ამ ადამიანს ერთს არ მოიკითხავდნენ. გაუვლიდნენ ამ ადამიანს და გამოვლიდნენ. და სახარებას წერია, რომ ამ იმას ლაზარესო ენატრებოდაო საჭმელიო და იმას კი არ აქვს და რასაც ისინი ჭამენ, ისინი მაჭამენ. აი ამათი სუპრიდან რაღაცები რომ გადმოცულებაო, ისინი მაინც მაჭამენ, რომ ოდნავ რაიც უჭი რომ ამოესო. მხოლოდ ეს იყო მისი ნაპრა. არც ნაპროვანება ქონდა მასო კარგი საჭმელი მაჭამე რაღაცა. უბრალოდ ეს შიმშილი ძალიან აწუხებდა. უბრალოდ ამ საჭმელს ითხოვდა. მე არაფერი ამ ადამიანს არ მოვთხოვე. და ადამიანები წარმოიდგინე ხედავენ ესეთ გაჭირებულ ადამიანს და ისინი ლაზარეთი არ ინტერესდებიან. არ აინტერესებს ლაზარე. წარმოიდგინეთ, მაგრამ ლაზარი არის საოცარი, ლაზარია, საოცარ დიდი ადამიანი, საოცარ ესეთი სიმაღლე ადამიანებისა მე ვერ წარმოვიდგენია. ესეთი სიმაღლე ქონს ადამიანის სულიერი სიმაღლე, რომ არ დაახვედრო, არ თქვა ეს რომ აი რატოა ღმერთო ესე, რატომ ეცევი ესე. ერთი ადამიანის როგორ არ არის, ვინც მომიკითხავს და ვინც დამელაპარაკება, ვინც ოდნავ მაინც ნუგეში წემს და რამეზე მესაუბრება. ის ამას არ აქვს. წარმოგიდგენთ როგორი საოცარი სულიერი სიმაღლე აქვს. აბა ახლა თქვენ საკუთარ თავში დავფიქრეთ, ახლა ყველა თქვენგანო და ჩაიხედეთ საკუთარ სულში. გაუძლებთ თუ არა თქვენ არათუ მარტო ახალად კიბის. ოდნავ მაინც ვიღაცა ახლობლმა რომ მიგატოვოთ და უბრალოდ ერთი ადამიანი რაღაცა თქვენს მიმართ ყურადღება არ გამოიჩინოს. იცით როგორ განეკითხავთ? იცით რა დღეს ჩააგებთ იმ ადამიანს, ვინც აი გიყვარდა ერთი უბრალოდ რაღაცა პირიქით აგებსათ ამ ადამიანს და ყურადღება არ მოგაქციათ. ოდნავ რაღაცა ისე საჭმელზე და ტკივილზე არც არ მოვაპარაკე. შეიძლება საერთოდ ის ადამიანი ცხოვრებაში მოიცულოთ საერთოდ და ხმარ გასცეთ იმ ადამიანს, ერთხელ რომ რაღაცა სათემოდო პატივი არ მოგაგვდა და ისე არ მოგეცათ, როგორც თქვენ მინდა რომ მოქცეოდათ. წარმოიდგინეთ, ახლა ვინმეს რომ ისე გაუჭირდეს, ღმერთთან დაგიფაროთ, რომ აი საჭმლის სასმელის გარეშე იყოთ ესე, ერთ ადგილზე იყოთ მიდებული. გაუძლებთ ამას, შეძლებთ ამას, როგორც ქრისტიანებმა ეს ყველაფერი აიტანოთ. მოახერხებთ ამას. რამდენჯერ ალბათ დაგიკვედრებია ზოგჯერ ღმერთი რაღაცა აუხმარო შემთხვევია თქვენს ახლობელს, ანახობილ ადამიანი გარდაცვლა, როგორ ყვედრებაში ჩავარდნით ხარ, რამდენი ადამიანისგან მომისმენია, ეკლესიური ადამიანებისგან საფუძვრო, როცა ახლობილი ადამიანი გარდაცვლიან, ღმერთის მოგამდეც კი მისუნახულობა წარმოედგინეთ.
ღმერთი დაუქმიათ. დაუქმოთ რატო ღმერთო, ესე რატო იცევი შენ და ესე საშინლად მოцებია ღმერთს, საშინლად ყვედრება ქონია ღვთის მიმართ და დაუყვედრებიათ ღმერთზე. და ღმერთი გაულანძღავს, წარმოიდგინე, ღმერთის მიმართ საშინელებები უთმობთ ადამიანებს. ოღონდ ეს ეკლესიური ადამიანებს ეკლესიაში დადის ეზიარება და აღსარებას აბარებს. როგორც კი რამე გაჭირება, შემთხვევით ფინანსური გაჭირება, ან დაუკარგავთ, ან ვალებში აღრჩენა რაღაცა, იმ თუ შევე დაუწყებიათ ღმერთი. იმ თუ შევე წინააღმდეგ წასულა ღვთისა. და ღვთის წინააღმდეგ საუბარი დაუწყიათ უკვე, რომ რატო ეშვება ეს ყველაფერი მას ეს გასაცდელი. ადამიანს არ შეუძლია გასაცდელების ლათმენით მიღება, რომ მოთმენით მიიღოს ეს გასაცდელი. ევედროს ღმერთს ილოცოს ღვთის წინაშე. ესე ადამიანს საფუძვრო ცხოვრება არ შეუძლია. ეს ძალიან ძიმია, ქრისტიანობა სულ სხვა რამე. აი ქრისტიანობა არის ნამდვილი ლაზარობა. აი როცა ლაზარობა შეძლო და ლაზაროზე გახდები და ლაზარის სიმაღლეზე ახვალ, აი მაშინ იქნება ნამდვილი ქრისტიანი. წარმოიდგინეთ სახარებაში. მე ბევრჯერ ამ სამთემას საუბარი, დღესაც მე ესე გამოვიდი ჩემს სიტყვაში, რომ წარმოიდგინეთ ეს მდიდარი ადამიანი, რომელიც ქალაქში ცხოვრობდა, ამ მდიდარ ადამიანს იცნობდა თითი ქალაქი. რადგან ქალაქში ამ მდიდრის სახელი იცოდა ყველა. რა თქვა მდიდარს, ასახელს ატარებდა, ვინ იყო, რა გვარის იყო, ყველა იცოდა ამ მდიდრის სახელი. როგორი ადამიანი იყო და რა სახელად გვარს ატარებდა, წარმოიდგინეთ. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ლაზარეს არავინ არ იცოდა. რომ ლაზარე რო ერქვა კი არა, საერთოდ ზედა არ უყურებია. და ვინ ითხოვდა რა ქვია სახელები და ელაპარაკებოდა მას ამ თემაზე. არავინ არ იცის რაც ლაზარის სახელი იყო იმ ქალაქში მაცხოვრებელმა იმ დროს. ლაზარეს არავინ არ იცის, რაც მის სახელი არის. მაგრამ ღმერთმა იცის, რომ მას ლაზარე ქვია. ღმერთმა იცის, რომ ლაზარე ქვია. ღმერთმა სამყაროს შემოქმედი მას იცნობს. და სამყაროს შემოქმედი მისი ყველაზე ახლო მეგობარია. მიუხედავად იმ კრიმინალებისა და გასაცდელებისა, რაც მასზე მოიწია და რაღაცის გამო დაეშვა, მას ეს გასაცდელი, ღმერთი მას იცნობს. ღმერთმა მისი სახელი იცის. და დიდრი სახელი, რომელიც იმ ქალაქში ყველა მიცოდა, დიდრი სახელი ღმერთმა არ იცის. სახარება ის წერია, იყო ვინმე მდიდარია. იყო ვინმე მდიდარია და იყო ლაზარე. იმაზე ვინმე მდიდარს ლაპარაკობს, ანუ ვიღაცა მდიდარი, ამ პერიოდში იმ დროს იყო მდიდარი, თორემ ღვთის წინაშე მას არაფერი არ აქვს. ღვთის წინაშე არის ის უღარებესი ადამიანი, დაცლის სული, გაუბედურებული, განადგურებული. კი იმ ქალაქში მას ძალიან პატივცემ, იმიტომ რომ თანამდებობა აქვს, მდგომარეობა აქვს, ფული აქვს, ხალხს პატიჟებს, ეპატიჟება. ესე კი იმ ქალაქში მისაღებია, მაგრამ ღმერთს ეს მდიდარი არ აინტერესებს. ღმერთისაა მთელი სამყაროს სიმდიდრე. ღმერთს ადამიანის გული აინტერესებს. ეს გული როგორი გაქვს და გონება როგორი გაქვს, წმინდა გაქვს თუ არა, გონება და გული გაქვს თუ არა, მობიერი, როგორ გძინავს შენ ღამე ისე რომ შენ წინ აგერ ადამიანი წლებს ესეთ მდგომარეობაშია და შენ ის არ გაინტერესებს, არც მეც აინტერესებს შენ, არც ღმერთმა შენი სახელი რომ შენ ლაზარი არ გაინტერესებს, შენ ლაზარეზე არ ზრუნავ. ამიტომ შენი სახელი ღმერთმა არ იცის. ვაიმე ადამიანს ვის სახელიც ღმერთმა არ იცის. ვაიმე ადამიანს ვინც წარმოიდგინე ღმერთი მასზე ზრუნვას უკვე აიღებს. ვიღაცას გონია რომ იმ ქვეყანაზე ხო ჩამადასვლა და ხო გაიხარავ, აი ამდენჯერ მოგისმენია თქვენ ამბავ, ამდენი უბედურებები შარდის, ამდენამე საკეთებენ და ნახე რამ ხელა სიმდიდრე აქვს, ნახე რამ ხელა ფული აქვს, როგორ კარგად ცხოვრობენ, ისვენებენ, დროს ატარებენ და მე რო ატარებს დროს და რო ისვენებს და კარგად რო ერთობა რომ მუშებს და რომ გულავს და ესე რა გონია რომ სიკეთეა მისთვის, ეს ხო მისი სულის დაღუპვა. შენთვისაც რომ ეს არის, ეგაა სამწუხარო ქრისტიანი ადამიანი რომ იმას რომ შენაგრიდა როგორია ის ძალიან მაგარ მდგომარეობაში იყო ქრისტიანი წარმოიდგინე და იცახი რომ ნახე ის ამაგრად არის და მე რა დღეში ვარ შენ ქრისტიანი ხარ მე რა რომ ისი არის მე რამდენი საფრთხე აქვს რამდენი მაშია რამდენია დღეს ნახეთ იცით აი მე ბევრჯერ ვიქადაგე ამას აზარტული მოთამაშეები აზარებისაც ეს აზარტული ბიზნესია იცით როგორი მდიდრები არიან იცით ამ ხელა ფული აქვს დღეში შეიძლება მილიონი ქონდეს შემოსავალი. აი ვისაც ეს აზარტული თამაშები აქვს და ვინც კლუბელები არიან ამ აზარტული კაზინოების და საშინელ რაღაცეების, ამ ღამის კლუბების, ძალიან დიდი ფული აქვს. მაგრამ რა აქვს დიდი ფული? კი აქვს დიდი ფული, კი, კარგად გულავენ და მე იქ სამაგერო ჯოჯოხეთში იმ ადამიანების, ვინც იმ აზარტულ სახში შედის და მე თავს იკლავს ამ გაუგენი მიქიდან და იმ ფულით რომ იღებს ოჯახში და ეს ფული რო აქვს სახში. და ვიღაცას რომ ოჯახი ეგრევა მაზარული თამაშების გამო, ვიღაცას რომ დედას რომ შვილი უყვდება ამის გამო, რომ წარდებიან ეს ადამიანები. ესეთი ფული რო აქვს რა მე. რო წარდება ღვთის წინაშე საშინლად გადაეცემა ეს ყველაფერი. რამდენი წელი უნდა იცხოვროს ამ ქვეყანაზე?
რამდენი წელი უნდა გაერთოს? 100, 200, 300 წელი? ხო დამთავრდება მისი ამგვარული ცხოვრება. ის ცხოვრება მარადიულია. ის ცხოვრება არის მარადიული. იქ ადამიანის ცხოვრება აღარ მთავრდება. როგორც ადამიანის სული და სხეული ერთმანეთს გაეხრება, როგორც კი დაშორდება სული და სხეული ერთმანეთს და ამ სხეულს, მიწისგან აღებულ სხეულს, მიწას მიაბარებენ და მიწის ნაწილი გახდება ეს სხეული, ვერაფერს ვერ წაიღებს ადამიანი ამგვარად. საკუთარი სხეული ვერ მიგვაქვს, არა თუ ქონება და სიმდიდრე და დასაცმელი და რაღაცეები. შენი სხეულიც ვერ მიგავს იქ და ამ სულით რო წარდგები ღმერთთან და მარადიულ ჯოჯოხეთში, მარადიულ სატანჯოში რო წავა ეს სული. და მარადიულად, ესე კი არა 100 და 30 წელი, მარადიულად წარმოიდგინე. მარადიულ სატანჯოში როგორ უნდა იცხოვრო მე? ის დროებითია. ტკივილი, ლაზარეს ტკივილი დროებითი იყო ამ ქვეყანაზე. პირდაპირ წერია სახარებაში, ლეონოს სახარებაში, საოცარი სახარება, ეს იწოდეთ, ეს სახარება დაიმახსოვრეთ, ბევრჯერ გამოგადგება, ცხოვრებაში ეს სახარება. ძალიან ბევრჯერ გამოგადგება. ყველა გაჭირების დროს, ყველა ტკივილის დროს, როცა ლაზარეს გაიხსენებ, ძალიან მარტივად შეხედავ ბევრჯერ ამ ცხოვრებას. და ლაზარე ადრე გადის, მდიდარზე ადრე გადის ამგვარად. ნახეთ როგორ ამბობენ, იმან უფრო დიდხანს იცოცხლა, ესე ხალხი და დააღაჩაბა წაართვა, გაანადგურა და აგერ უფრო დიდხანს, აგერ ეს მართალი კაცი მალე წავიდა. აგერ ლაზარეს უფრო ადრე მიდის ამგვარად. უფრო ადრე გაყავს მერე სამყაროების ცხოვრებიდან, მაგრამ იმ ქვეყანაზე მარადიულ ცხოვრებას უმზადებს ლაზარეს. მარადიულ სიხარულს უმზადებს ღმერთი ქვეყანაზე ლაზარეს. მარადიულად ბედნიერი იქნება იქ ლაზარე. და გახარებული იქნება იქ ლაზარეს სული. საოცარ სიხარულში იქნება ლაზარე. და ბედნიერი იქნება ლაზარე მარადიულად. და გადის ლაზარე იქ და აბრაამის წინაშე ხდება, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ მაცხოვრის განკაცებამდე ადამიანებისთვის სამოხის კარი იყო დაკეტილი. ანუ ისინი მარადიულ დარბაზში არ მიდიოდნენ. მაგრამ იყო მაშინ აბრაამის წინაშე, სადაც მართალი სულები არ იტანჯებოდნენ, რომ თქვილს არ განიცდიდნენ. და ლაზარე ხდება აბრაამთან, აბრაამის წინაშე მართალ ადამიანებთან, წმინდა ადამიანებთან, წინასწარმეტყველთან ხდება. მე რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა უკვე მდიდარი. და ესე წერია სახარებაში, მოკვდა იქიცა მდიდარიო. აღიხილნა თვალი თვისნი ჯოჯოხეთს. ანუ პირდაპირ თვალი აახილა ჯოჯოხეთში. პირდაპირ უცებ გარდაიცვალა აგერ იყო. კარგად ჭამდა, კარგად სვამდა, სასახლეში ცხოვრობდა, კარგად იმოსებოდა, უცებ ამ ყველაფრიდან, ამ საოცარი სიმდიდრიდან. გარდაიცვალა და მოხდა ჯოჯოხეთში, სიმხარავეში, სუნში, ყარდა, ბოროტსულებში, ჩაშაებული და ესეთ იმაში მოხდა ამ საოცარი სიმდიდრიდან, ამ ქვეყნიურად გართობიდან წასული ადამიანი. მოხდა საოცარ ტკივილში. და ხედავს რომ ზევით ლაზარე არის აბრაამის წინაშე. ბედნიერი, გახარებული. და ეუბნება აბრაამს, მამაო აბრაამო, გეხვეწებიო. ლაზარეს თხოვეო ერთი თითი ჩააწვისო წყალშიო და ტუჩებზე დამატოსო ძალიან მეწვისო, ახლა ძალიან მეწვიო, აქ ამ ყველაფერშიო. იცის ლაზარე როა. გაახსენდა რომ ესაც ადამიანია, ვინც მის სახელს კართან იწვა. მაგრამ სანამ ცოცხალი იყო, მას ლაზარე არ ჭირდებოდა. არ ჭირდებოდა ლაზარე, ახლა დაჭირდა აბრაამის წინაშე რო ნახა ლაზარე. და ეუბნება გაიხსენა, თურმე მისი მეზობელი იყო, თურმე მისი სახლის წინ იწვა ეს ადამიანი. და გეხვეწებიო, თხოვეო მასო, რომ ეს გააკეთოსო. აბრაამი ეუბნება, ჩვენსა და თქვენ შორის ძალიან დიდი განახეთქიაო, ძალიან დიდი შიშორიაო. აქედან იქ ადამიანი ვეღარ მოხდება, ვეღარ ასუქესო. მაშინ მდიდარი ეუბნება ესეთ რამეს. მაშინ გთხოვო, ლაზარე აღადგინეო მტრეთით და დააბრუნეო, რომ ჩემი ძმები ამ ჩემნაირად მაცხოვრებელი ადამიანები, რომ ისეთ ჩემნაირად არ მოხდნენო, ეხვეწები უკან დააბრუნეო და თხოვეო მათო. ლაზარეს თხოვო, რომ უკადაგოს და უთხოვსო, რომ ისინი მერე ჩემ მდგომარეობაში აღარ მოხდნენო, იმიტომ რომ არ მინდა რომ ჩემნაირად ისინი იტანჯებოდნენ და დააბრუნეო. აბრაამი ეუბნება, იქო ყავთო მათო, მოსეო და წინასწარმეტყველები ყავთო იქო. და ეუბნება, არაო, მაგათ არ დაუჯერებენო. ესეუნება მეც ყავდა, მაგრამ მე არ დაუჯერო მათო. თუ ვინმე მტრეთით აღდგებაო, მისას დაიჯერებენო. და აბრაამი ეუბნება, თუ მოსესი და წინასწარმეტყველებს არ დაიჯერეს, მტრეთით რომ აღდგეს ვინმე, არც მაგისას არ დაიჯერებენო. აი მაცხოვარი, ჯვარცმული. შევდის მტრეთით აღდგომი მაცხოვარი. რამდენს არ ჯერა მის. რამდენს არ ჯერა, მე რა აღდგა მაცხოვარი მტრეთით. ადამიანებს ააყვნათ ამის დაჯერება. ადამიანები მაინც არ იჯერებენ, მაინც აგრძელებენ ისევ ამ დიდრის ცხოვრებას. მაგრამ ვიღაცა აგრძელებს ლაზარეს ცხოვრებას. ამიტომ ეს ორი ნაკადი ადამიანებისა, ლაზარე და ესეთი ადამიანები, რომელსაც არ აინტერესებს ღმერთი და მხოლოდ ამ ქვეყნიური ცხოვრებით შემოიფარგლება მათი ცხოვრება, ამ ქვეყნიური საზრუნავებით,
რუშობით, ლოთობით, ნარკომანიით, გართობით, სხვისი განკითხვით, სხვისი განჭით, ბილწითყვაობით. ამით არიან ადამიანები, ამით ცხოვრობენ, წარმოიდგინეთ. ერთადერთი საზრუნავია, რომ აი ამ ქვეყნიურად რაღაცეები მოოგროვონ და შეაგროვონ. ამ ქვეყნიურად, ამ ქვეყანას ზოგადად კარგად იყოს, არავინ არაფერი არ აინტერესებს. ყველას და ყველაფერს გადაუვლია. როგორც თვითონ მოვიდნენ და თვითონ რაღაცა ადგილი დაიკავო და თვითონ რაღაცა ნიშნზე იყვნენ და რაღაცა ხონდეთ, ადამიანს მოკლავენ კიდევაც. გაწირავენ ყველაფერთვის, ამ ქონებისთვის, ამ ქვეყნიურ რაღაცებისთვის და ყველას აუცილებლად რომ ამ ქვეყნიური ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. 100 წელიც კი ძალიან ცოტა. 100 წელი წარმოიდგინეთ, თან ჩვენი ცხოვრება რა არის? აბა რო თქვენ თუ დაფიქრებულ ხართ ამაზე, რასაც ცხოვრობთ, ნახევარი გძინავს. და როცა გვიწავს, მაშინაც გძინავს ხოლმე. წარმოიდგინეთ, არა, მართლა ეგრეა. იცით რამდენი ადამიანი არ შემოძა არის ხოს იმისთვის, რა ცხოვრობთ ხო 60 წელი, მაქსიმუმ დღევანდელი ადამიანის ცხოვრება არის 60 წელი, მეტი არ არის ადამიანის. შუა საშუალო წელი უკვე 60-მდე ჩამოვიდა. თავის ნახევარიც ესე ვატარებთ ხოლმე ადამიანებს ის ვეღარ რომ დავეწაფოთ რაღაცა შევისწავლოთ, ღმერთი გავიგოთ, რაღაცა ვიზნოთ ამაზე, საკუთარი სული გამოვიკვლიოთ, ღმერთთან ურთიერთობები გავარკვიოთ, რომ ხო წარდგებით ამ საოცარი წიაღის წინაშე, ღვთის წინაშე და მზადა ხარ ამ დღეს შესახვედრად რომ ღმერთს შეხვდე. მზადა ხარ ამ დღესთვის? თუ არა ხარ მზად, ხო დაფიქრობდი ამაზე, ხო უნდა იზრუნო მარადიული სულის ხონება, ეს ხო მარადებულია სული. ეს სული ხო უკდავია. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის და ღმერთმა გააგახარო და ღმერთმა დააგვიწოთ. დიდი მადლობა ყველას, რომ ესე მოდიხარ წიროზე, ესწრებით ამ სიცივეში, ამ ყინვაში მოდიხარ და ღმერთმა გააგახარო და ღვთის კურთხევა, წყალობა და მადლი არ მოგაყოთ. ღმერთმა დააგვიწოს და დაიფაროს, ღმერთმა ჩვენი ქვეყანა უცხოეთში მყოფი ქართველები დააგვილოცოს, ღმერთმა ძალიან ბევრი ადამიანია უკვე COVID-ით დაავადებული და ღმერთმა დააუწოს და ღმერთმა მალე გამოაჯამრთებოს. ძალიან სწრაფად ვრცელდება ეს სენი. ჩვენს ქვეყანაში და ღმერთმა სიკეთე, მადლი და წყალობა ღმერთმა ჩვენს ქვეყანას არ მოაქვს და დალოცულები და გახარებულები იყავით. სამშაბათს 10-ში არის მამა დავითის კოგუაშვილის დაბადების დღეის თამთაზე წინამძღვრის ძველი მრევლი, ვინც ამ ყველას გასულ მამა დავითი და საოცარი მოძღვრის დაბადების დღე არის და ჩვენ პირველ საათზე მამა დავითის სასაფლაოზე გადავხდით პანაშებს. დილით შეგვიძლია წირო ჩატარდება მამა დავითის სულის საოხად ანდრია პროფესორის ტაძარში და მე როგორ პირველ საათზე მე გადავხდით უკვე პანაშებს და ერთად სიკეთე მადლი წყალობა არ მოყოს მამა დავითის სულს. საოცარი მოძღვარი იყო, საოცარი. ერთი დღე არის შენება, მე შეიძლება მომიყოლია თქვენთვის და მithქვავს კიდევაც თქვენთვის, რომ წარმოიდგინეთ, ბოლო დღეებშიც კი, როდესაც ის ებრძოდა უკვე სიკვდილს და უკვე უნდა გასულიყო ამ ქვეყნიდან, სამოწყობოში მისდიოდა მრევლი, წარმოიდგინეთ, პანაშვილის ხიდა კიდევ იქ იხდიდა კიდევ აი ისინი ქონდა შეერთებული, გადასხმები და ისინი ქონდა შეერთებული, წარმოიდგინეთ მოძღვარს და კიდევ პანაშვილის ხიდა ბოლო წამომდეც კი ღმერთს ემსახურა და ესეთი მოძღვარი იყო და საოცარი მოძღვარი იყო და ადიოდა დღეში აღარ მოძებნიდა მონასტერს და ანგრევ ტაძრებს და იქ აღდგენდა ხოლმე ამ ტაძრებს და მონასტერს და ეს მრევლი დაკავდა და ერთად სულ მუშაობდნენ და სულ აკეთებდნენ და სასწაული ადამიანი იყო, არ ვიცი, აი მართლა ძალიან დიდი მამა არის და ღმერთმა დაალოცოს მამა დავითის სული და მისი მრევლი მაშინ იქნება მტკიცე და ძლიერი, როდესაც მის გზას გააგრძელებს და არც ერთი მათგანი ღვთის გარეშე არ დარჩება. არც ერთი მათგანი ზიარების გარეშე არ დარჩება, აი მაშინ ისინი მოძღვარს ძალიან გაახარებენ. ყველაფერი რომ აი გზას გაყვება ის ხო, ამისთვის შეუძლია რომ ადამიანების სულები გადაერჩინა. და ერთი ადამიანიც კი თუ ის მამა დავითის სულიერა შვილის თავის თავს, ის აუცილებლად უნდა იყოს მაზიარებელი, ამსარებელი და მოძღვარი და მის სულს ამით გაახარებს. ღმერთმა დაალოცოს მამა დავითის სული, ღმერთმა დაალოცოს ყველანი და ღვთის კურთხევა, წყალობა, მადლი და სიკეთე არ გქონებოდეთ. ამინ.